ჩემი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ, ძალიან კარგი სიუჟეტი გაქვთ თქვენ და კარგი შესავალი სიტყვა გქონდათ და ძალიან ნიშანდობლივია ეს ივანიშვილის სიტყვა, რომ ყველამ გავიხსენოთ, რა იყო ჩვენი საქართველო, საითკენ მიდიოდა ჩვენი ქვეყანა და საითკენ გადაახვევია ვინ ივანიშვილმა თუ რუსეთმა. აი ეს ამას თუ კარგად გავიაზრებთ, მერე გზაც უკეთესად გამოჩნდება, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ სწორი ანალიზი არ გავაკეთეთ წარსულის, თუ კი ჩვენ სწორი ანალიზი არ გავაკეთეთ იმის თუ ვინ და რა ძალები ებრძოდნენ ქართულ სახელმწიფოს, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენს ხელისუფლებას კი არა, არამედ ქართულ სახელმწიფოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავსვამთ სწორ დიაგნოზს და შესაბამისად ვერ გავაცნობიერებთ რა სიმძიმის პრობლემებთან გვაქვს საქმე. საქმე იმაშია, რომ რაც ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილმა, ზუსტად ვიცი, ვინც დაუწერა ის ტექსტი, საკმაოდ განათლებული ადამიანია, რომელიც მალევე წამოვიდა. ეხლა მაგას მიშვა ალბათონმა ნინო გოგუაძემ და ის იყო სპიჩრაიტერი, ძალიან განათლებული და კარგი ადამიანია, რომელიც მალევე გაემიჯნა მას. და იქ იყო, რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი მთელი ის, ასე ვთქვათ, წყება საკითხებისა, რომელიც ვთქვათ კლასიკურად ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს, რომ აი როგორ ქვეყანა თურმე იქცევა და უბედურებაში ვართ და აი ახლა ეს უნდა მოვიდეს ქვეყნის გადამრჩენელი. აი ეს იყო ერთ-ერთი ხაზი აი ამ სიცრუის მანქანისა, ამ სპეცოპერაციისა, რომ ერთის მხრივ დემონიზირება ხელისუფლების, დადანაშაულება 1000 უბედურებაში, თურმე ის ხელისუფლება, რომლის წინ არანაირი ტრადიცია არ არსებობდა, არანაირი სახელმწიფოებრიობა არ არსებობდა, არც პოლიცია არსებობდა, არც ბიუროკრატია კარგი გაგებით, რაზეც უნდა იდგეს სახელმწიფო, ხო, არც საბაჟო, საგადასახადო, არანაირი ამის კულტურა, ურთიერთობების, არც კანონმდებლობა, არაფერი, იმას ყველაფერი იდეალურად უნდა ეკეთებია, არანაირი, თქვათ, რაღაცა ხარვეზი და გადაცდომა არ უნდა ქონოდა. მიხეილ სააკაშვილს დაძდევდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ აი იმის რესტორანში დადის და სუშის ჭამსო, აი ეს იყო, ასე ვთქვათ, როგორ თავზე აქვსო, ასე ვთქვათ, გასულიო და იმ ქვეყანაზე საუბრობდნენ ამას, აი რასაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, რომელმაც მიუხედავად რუსეთის აგრესიისა წლების განმავლობაში 4-ჯერ გაზარდა საქართველოს ეკონომიკა 400%-ით, 11-ჯერ გაზარდა ქვეყნის ბიუჯეტი მაშინ როცა 80% და 70% შევამცირეთ საგადასახადო ტვირთი და შესაბამისად მსოფლიო ბანკის მონაცემებით კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ნომერ პირველი ქვეყანა გავხდით მსოფლიოში 70% 80% იყო ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკა და 5%-ამდე დავიყვანეთ. აი მაგის ხარჯზე სწორედ რომ გადასახადების შემცირების მიუხედავად ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა, იმიტომ რომ ჩინოვნიკების ჯიბეებში და კორუმპირებული ტიპების ჯიბეებში აღარ მიდიოდა ის ფული, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა და უნდა წასულიყო სახელმწიფო ჯიბეში და მიუხედავად იმისა, რომ მცირე გადასახადი იყო, ყველა რო წავიდა ქვეყნის ბიუჯეტში, ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ. აი კონტრასტი ივანიშვილის ბანდასა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას შორის და ჩვენ ვებრძოდით კრიმინალს, ვებრძოდით კორუფციას და ვებრძოდით რუსეთის აგენტურას. საქართველოში ყველგან პარტიებში, არასამთავრობოებში, სხვა რელიგიურ დაწესებულებებში ყველგან, ხო, წარმოიდგინეთ, რამხელა ზეწოლა იყო, ენერგეტიკულ ბლოკადას, ემბარგოს გაუგზელით, ყველანაირ ზეწოლას გაუგზელით, ომს გაუგზელით და ომის შემდეგ 2008 წლის შუიდან 2012 წლამდე საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა და სწორედ ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წინ გადადგმული ნაბიჯების მომსწრე ვიყავით ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით 80% უვიზო რეჟიმის ხელშეკრულების, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება შევძელით.
თავისუფალი ვაჭრობის ასოცირებული ხელშეკრულებით, ანუ საქართველოს ის კი არ იყო, რომ უბრალოდ იზოლირებული არ იყო. საქართველოს იყო მოქმედი პირი, კი პატარა ტერიტორიულად და რიცხოვნების თვალსაზრისით სახელმწიფო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, არა უბრალოდ ტრანზიტული სახელმწიფო. იმ ევროკავშირის მეზობელ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 სახელმწიფოს შორის მოწინავე სახელმწიფო და მე გამოყოფილი 3 სახელმწიფოს აი ამ ჯგუფში იქაც მოწინავე სახელმწიფო იყო. ანუ ჩვენ ვიყავით ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ტონს აძლევდა დანარჩენ სახელმწიფოებს, არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინის და მოლდოვას ჩათვლით. სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილი იყო კარლ ბილთან და სიკორსკისთან ერთად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთ-ერთი შემომქმედი. ანუ სოფლიო და ევროპულ პოლიტიკას ვახორციელებდით. საქართველოში ჩამოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ახლა ელჩი არ ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. პრეზიდენტი ჩამოდიოდა და ამბობდა, რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა და ამის ყველაფრის გაბაიბურება უნდოდა რუსეთს და რუსეთის პროპაგანდის მიერ მოტყუებულ ჟურნალისტს, რიგით მოქალაქეს, პოლიტიკოს, არასამთავრობოს, რომ აი საშინელება ხდება თურმე ქვეყანაში და ძირითად რამეს ვერ ხედავდნენ. ქვეყანა ჩაიბარა ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ და საით მივდიოდით და რა ტემპით მივდიოდით. აი ეს ყველაფერი გადაგვაყრევიეს წყალში. აი ამ რუსულმა პროპაგანდამ, ამ რუსულმა სპეცოპერაციებმა ძალიან საინტერესოა ბევრი რამ. შაპირობენ რა გამოვიწერეთ და რა მივიღეთ. გასაგებია, აქ ძალიან საინტერესოა. რუსეთის მეხუთე კოლონა. კი ბატონო, მე არ შეგნებულად იმ დაპირებებს არ შევეხე, ანუ რაღაც ფრაგმენტები ვაჩვენე, მხოლოდ სადაც სოციალურ-ეკონომიკური დაპირებები იყო გაცემული. აქ საინტერესო ყველაზე. ხო, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, აქ ყველაზე საინტერესო დღევანდელი გადასახედიდან არის. ხო, დღევანდელი გადასახედიდან არის სასამართლო, ანუ მტრება და ჯაშუშებათო გვაცხადებენო, მტრებად გვაცხადებენო, თან რის გამო, როცა ჩვენ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოსო და დღეს ამ ჯიბეში ჩადებული სასამართლოთი უკვე იმას მიაღწია კი არა, იმ დღეში აღმოჩნდა ეს ქვეყანა, რომ გუში 5 არაჩვეულებრივი მოქალაქე ამ ქვეყნის ტროტუარზე დგომის გამო გაუშვეს ციხეში. ტროტუარზე დგომის გამო არც მეტი, არც ნაკლები და აი ეს არის რა 15 წლის შემდეგ, ანუ წლების შემდეგ რაღაცეებს როცა უყურებ, ხო, სულ სხვანაირად აღიქვამ ალბათ ადამიანი. გიორგი, ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგიშვა და ოცნებამ ხო ყველაზე კარგად იცის, რომ აი ეხა თუნდაც რა ფრაგმენტებიც მე გავუშვი ეთერში, ვერც ერთი დაპირება შეასრულა კი არა, პირიქით ყველაფერი საწინააღმდეგოა, რაზეც აქ საუბრობდა. მას თქვენი აზრით, რატომ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ აი დებატების აუცილებლობა, დისკუსიის აუცილებლობა, მათ ხომ იციან ეხა დებატზე მარტო სასამართლოს თემაზე გამორიცხულია, რომ აქ გაიმარჯოს რომელიმე დისკუსიაში ოცნების პოზიციამ. სასამართლოთი დავიწყებ მე, რადგან ჩემი აზრით ყველაზე მძიმე თემა და მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის არის სწორედ ეს მონამოსამართლეების კორპუსი. ხო და თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ რა არის ეს დებატები დავიწყოთ? ეს არის დაუშვათ თავიანთი სასურველი ოპოზიციის შექმნის მცდელობა ამ დებატების ფარგლებში, ეს არის იზოლაციიდან თავის დასაღწევად, რომ აი მე ვითომ დემოკრატია მაქვს, რაღაც მოჩვენებითი დემოკრატიის დამკვიდრების დასანახად პარტნიორებისთვის მცდელობა, თუ შესაძლოა მართლა ფიქრობდნენ ისინი რიგარეში არჩევნებზე, აი მალე აიკრძალებით თქვენს კოალიცია ცვლილებისთვის, ლელო ძლიერი საქართველო და აი ამ დროისთვის შექმნილი ყავდეთ ამ დებატებში ვისთანაც დასხდებიან მათი სახით ოპოზიცია. აი რომელ ვერსიას ემხრობით უფრო თქვენ თუ გიფიქრიათ, რატომ შეიძლება ეს თემა შემოეტანათ? ინგა მესმის როგორც ჟურნალისტმა ეგ შეკითხვა უნდა დასვათ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მგონია რომ ან თქვენ იყოთ მიამიტი, ან ვინმე საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე, რომ აქ რამე ვარიანტებზე შეიძლება იყოს საუბარი. არანაირი ვარიანტები არ არის. ესენი არიან ჩვეულებრივი უტიფარი მატყუარები, ესენი არიან რუსეთის მიერ თავიდან ბოლომდე მართული, შესაბამისად რუსეთის ინსტრუმენტებით მოქმედი
და ამ ინსტრუმენტებში ერთ-ერთი უძლიერესი არის სიცრუე, ერთ-ერთი უძლიერესი არის აი ეს რბილი ძალა, რასაც ადამიანების გონებაზე ზემოქმედება ქვია, გონების შეცვლა ქვია, პოზიციის შექმნა, შეშინება ქვია, მოტყუება ქვია, გაუკუღმართება რეალობის ქვია, ამოტრიალება ქვია რეალობის და ისე წარმოჩენა ქვია, ხო? აი როგორც ამბობენ, რომ საქართველოს კი არ დაიწყო ომი, ისა რუსეთმა კი არ დაიწყო ომი, საქართველოს დაიწყო ომი. აი ყველაფრის ამოტრიალება. რომ ის ხელისუფლება იყო თურმე კორუმპირებული და ეს ხელისუფლება რომელმაც აი რაც მე მოგიხევით, შემთხვევით კი არ მოგიხევით რაღაცა აბდაუბდა სიტყვები კი არ არის, მსოფლიო ბანკის მონაცემებია, რომ აჩვენა როგორ უნდა კორუფციასთან ბრძოლა მიხეილ სააკაშვილმა აჩვენა, ხო? და აი ესენი ლაპარაკობენ, რომ ის ხელისუფლება იყო კორუმპირებული და ესენი ლაპარაკობენ, რომ ჩვენ არაო, კორუფციას ვებძვითო და მართლა წაიღო ქვეყანა, წალეკა კორუფცია. იმაზე საყდურობდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს რაღაც 7 ნოემბერზე ასამართლებენ. კაცი გადადგა, თქვა რომ მე არ მომეწონა თვითონ რომ ხელისუფლებას მოუწია ძალის გამოყენება იმ დემონსტრაციის წინააღმდეგ, რომლის ხალხზე არ ვლაპარაკობ, რომლის უკან ორგანიზატორები პირდაპირ იმართებოდნენ კრიმინალური სამყაროდან რუსეთისგან, ასე ვთქვათ, წამოსული ინსტრუქციებით. პირდაპირ. და ის აქცია, რომ მოუწია ხელისუფლებას, რომ დაერბია, კაცმა თქვა, რომ მე ეს არ მომწონს ასეთი საქართველო, ასეთი ხელისუფლება არ მინდა და გადადგა. აი ვინმე შეგვიძლია წარმოიდგინოთ აი კონტრასტი ხელისუფალი რომელიც აქციის დარბევის გამო გადადგა და არჩევნები დანიშნა და დღეს ტროტუარზე დგომისთვის ახალგაზრდებს რო აკავებენ აი კონტრასტი და არიან იდიოტები კიდე დღეს რომლებიც ლაპარაკობენ რომ ერთდროულად ვებრძვით რა ბიზინა ივანიშვილს და კოცებს უნდა ვებრძოლოთ ნაცებსო აი ჩვეულებრივი ან სასარგებლო იდიოტები ან უბრალოდ ბიზნეს და კრემლის მიერ მოსყიდული ტიპები რომლებიც სწორედ ასევე ინარჩუნებენ გარდა სუსისა გარდა შსსს აი ამ კორუმპირებული სასამართლოსი და სხვა სტრუქტურებისა და შავი ფულისა აი ესენიც ინარჩუნებენ ამ რეჟიმს იმიტომ რომ ახდენენ თქვენ დაუდგებოდით დებატზე მათ რომ მიგიწვიონ ჩვენ არ პლატფორმაზე შედგება და თუ დაუდგებოდით რა იქნებოდა თქვენი სათქმელი ხო და ამას ვამბობ ამიტომ ეს დებატი არის ისეთივე ფარსი ინგა ცოტა შორიდან მოუარე როგორც სხვა ყველაფერი ერთადერთი მიზანი აქვს რომ ნებისმიერ ფასად მათ შორის ადამიანების მკვლელობის ფასად თქვენი ჟურნალისტი გავიხსენოთ ადამიანების მკვლელობის, გატაცების, გაუპატიურების, პირად ცხოვრებაში ჩარევის, მართლა გამომზეურების, ჩვენ ხელისუფლებას ხო აბრალებდნენ. ერთი იყო რამე გამომზეურებული? რატო გამომზეურებული არა, მაგრამ კადრების გადაღება იყო იმდროინდელი. ხო და არ იყენებდა. არა, გამომზეურებული არ ყოფილა. უკანონოდ ვინ იღებდა? ვინ უკანონოდ ვინც იღებდა? ინგა უკანონოდ ვინც იღებდა ის უკანონოდ ის უნდა დაისაჯოს მაგრამ ვერავინ ვერ გაბედა ვინც უკანონოდ იღებდა რომ ეს გამოემზეურებია იმიტომ რომ იცოდა რომ წაძვრებოდა თავი უმაღლესი ხელისუფლებიდან ვლაპარაკობ და ვიღაცა რა თქმა უნდა შეიძლება ყოფილიყო უშუალობაში მათ შორის რუსეთის აგენტი ისევე როგორც აღმოჩნდა ის ცოცხების სცენის დამდგარი და დამდგმელი რუსეთის აგენტი ხო აღმოჩნდა და ვერ გაბედა გამომზეურება აბა რატო იღებდა ხო უნდა გამოეყენებია ვიღაცის წინააღმდეგ ამაზე დავფიქრეთ ერთი წამით ვერ გაბედა იმიტომ რომ ვიპოვიდით და თავს წავაძრობდით ასე იზამდა მიხეილ სააკაშვილი და იმ სტრუქტურების ხელმძღვანელები ასეა და აი ეს ბინძურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ხელისუფლება შეინარჩუნა რა დებატები თვითონვე არ თქვეს კობახიძე არ დაუждდებაო ივანიშვილი არ დაუждდებაო აბა ვის უნდა დაუждდეთ ვერ გა ზარქუას უნდა დაუждდეს მიხეილ სააკაშვილი თუ თინა ბოკუჩავა თუ მე უნდა დაუждდეთ თუ ნიკა გვარამია თუ ვინ რომელიც ციხეში ზის თუ ვინ თუ ზურა ჯაფარიძე ვინ ზარქუას უნდა დაუждდეს თვითონ თქვეს ამიტომ არანაირ დებატებს ეგენი არ გულისხმობენ დებატები იქნება როდესაც დაინიშნება და ჩვენ ვაიძულებთ ყველანი ჩვენ ერთად ინგა არ ვართ ცალკე ამას ლაპარაკობ თქვენ ამდენი წელიწადია ამის ფუფუნება არ გვაქვს რომ ჩვენ ვიყოთ ჩვეულებრივი პოლიტიკოსები სტანდარტულ სიტუაციაში ჩვეულებრივი პარტიები თქვენ ჩვეულებრივი ჟურნალისტები არ ხართ ჩვენ ვართ ერთი ფრონტი ეს უნდა გავაცნობიეროთ და ეს კითხვები უნდა მოხსნათ ესენი არიან რუსეთის მეხუთე კოლონა სამშობლოს მოღალატე ნაძირლები რისთვის ზოგი პირდაპირ დავალებას ასრულებს ზოგი უბრალოდ კმაყოფილია რომ მილიონერი ხდება
ზოგისთვის მილიონებიც არ არის საჭირო. ზოგი 300 ლარად ყიდის საქართველოს. ზოგი 1000 ლარად, ზოგი 5000 ლარად. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ფასი აქვს. აი ეს ადამიანები არიან ამ ხელისუფლების გარშემო, ვინც სამშობლოს ყიდის, სინდის ნამუს ყიდის და ამას ყველაფერს მართავს ერთი ხელი კრემლიდან. და ამიტომ ამ ძალის წინააღმდეგ, როცა მათ ხელში არის სუსი, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, შავი ფული და რუსეთი ებრძვის საქართველოს ტანკის და артиლერიის გარეშე და ამას აკეთებს გარდა უკრაინისა ყველა სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, სადაც როგორ შეუძლია. გერმანიის წინააღმდეგ აკეთებს, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. ყველა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველამ გამოაქვეყნა და ყველამ თქვა, რასაც აკეთებს რუსეთი ამ ქვეყნების წინააღმდეგ და ჩვენ წარმოვიდგინოთ, ჩვენთან რა ხდება ამ თვალსაზრისით, რუსეთის ზეგავლენის თვალსაზრისით. როცა გახსნილი იყო გარდა ამ ჩვენი პერიოდისა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდისა, როცა ვიჭერდით ჯაშუშებს, გახსნილი არის კარები ჯაშუშების სამოქმედოდ. რატო არ არის რომ 13 წლის განმავლობაში ერთი ჯაშუში არ არის დაკავებული? ამიტომ ესენი არ გულისხმობენ არანაირ დებატებს. უნდა დავანიშნიოთ არჩევნები. ისეთი არჩევნები, რომელსაც ესენი არ გააკონტროლებენ და იქ უნდა იყოს დებატები, ვინც უნდათ ის გამოიყვანონ. თუ ვერ გაბედავს ბიზინა ივანიშვილი ეს ბნელი გაუნათლებელი უციგნური თავის ცოლს რო აკითხებს წიგნებს. ხო, ვერ გაბედავს სხვა გამოვიდეს, ვინც უნდა ის გამოვიდეს, ნებისმიერს დაუждებით, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერი ტელევიზიის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე თუ იქნება, მაგრამ ამას არ გულისხმობენ და ნუ მოვიკატუნებთ თავს ტყუილუბრალოდ, ინგა და ზედმეტად, ასე ვთქვათ, იმაში ნუ ვიქნებით, რომ აი აბა ეს არის თუ ის არის. არა, სხვა შორის მე მაგას ყურადღება მივაქციე ერთადერთი რამის გამო, ანუ ხომ არ ცდილობენ ამითი რომ შექმნან მათთვის სასურველი ოპოზიცია და არა, ხომ არ ემზადებიან თქო ვადამდელი არჩევნებისთვის. ჩემთვის ეგ თემა ამ კუთხით იყო საინტერესო. დიდი მადლობა გიორგი. მადლობა. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ინგა, როცა მოუნდებათ, მაშინ ჩანიშნავენ, როცა შეატყობენ, რომ ყველანი გაგვანადგურეს. და რა თქმა უნდა, მანამდე დაბავებული უნდა გქონდეთ, რომ ესენი კი აღარ არიან ოპოზიცია. არამედ აი ესენი არიან კონსტრუქციული ოპოზიცია, სახელმწიფოზე მოფიქრალი ოპოზიცია, კი ჩვენი ოპონენტი, ისევე როგორც რა, ახალი ამბავია, რამე ხალხის ზალა შექმნეს თავიანთი ყველაზე დიდი მონები ვინც იყვნენ და ყველაზე გაიძვერები და ნაძრლები ვინც იყვნენ, იმას დაარქვეს, რომ ვითომ ოპოზიცია და ოპოზიცია პარტია. მადლობა. ამას ვამბობ და ამიტომ არანაირი ილუზია არ უნდა გქონდეს. კითხვები, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებმა თემის, ასე ვთქვათ, განსახილველად კარგია, რომ უნდა წამოწიოთ, მაგრამ მე იმის თქმა მინდა საზოგადოებისთვის, რომ ერთი წამით არავის ეჭვი არ შეეპაროს. ეს არის ჩვეულებრივი მაიმუნობა, მორიგი რაღაცა, არანაირი დებატი, მაგაც რაღაც სახელმწიფოებრივი აზროვნება, დემოკრატია, ეს სასაცილოა უბრალოდ, როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. მოაგონდათ ახლა, ფასები მოაგონდათ ახლა და იმაზე, ქვეყნის აყვავებაზე ილაპარაკებენ და ახლა ალბათ გადავლენ ცოტა ხანში ემიგრაციაზე დაიწყებენ ლაპარაკს საქართველოს დაცალეს ქართველებისგან, ხო? ამიტომ ამ უტიფრებისგან უნდა გავიგეთ, არაფერი სასიკეთო არ იქნება არასდროს, ამათ ერთადერთი რაც უნდა გაუკეთოთ ამათ ამოვარწყათ პანღური და გავაგდოთ პოლიტიკურ სანაგვეზე, რომ მოუსავლეთში წავიდნენ და რა თქმა უნდა ბიზინა ივანიშვილმა, კალაძემ და სხვებმა და ვინც მილიარდები მოიპარეს და გამოხრეს საქართველოს სასამართლოს მიერ მოვატანიოთ უკან ფული. დიდი მადლობა.